დაგიმალავთ მინდოდა ვიდეობლოგის გაკეთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მით უფრო რომ საფუძველი რასაკვირველია გვაქვს. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, უხელ ხამის 2 საათზე 2 დუბლი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩამეწერა ის ვიდეობლოგი, რომელიც ჩავწერე, რომელიც უკრაინულადაა დასათაურებული და მე ცხადია კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენს მოძმე, იმიტომ რომ ისინი ჩვენთან ერთად იბრძვიან, ჩვენთან ერთად იღვრიან სისხლს, ჩვენთან ერთად მერქი ხმამაღალი ნათქვამია უკვე ჩვენ სისხლს არ უღვრით, ეს კარგიც არის და არა, მაგრამ ჩვენ ხომ დავღვარეთ სისხლი რუსეთის იმპერიებთან ბრძოლის პროცესში და მოძმენი ისინი არიან, რომ ისინი იღვრიან სისხლს და ჩვენი სისხლი გაერთიანდა, ასე ერთი მდინარეა, ხო? დაღვრილი სისხლისა, სამწუხაროდ, მაგრამ მეორეს მხრივ სისხლის დაღვრის გარეშე როგორც ჩანს არ გამოვა ამ ჯოჯოხეთური დედა საიმასკნებელი იმპერიისაგან თავის დაღწევა. მოკლედ უკრაინის თაობაზე მინდოდა მე ვიდეობლოგის გაკეთება, მაგრამ ალბათ ასეც არის რომ ვერ უნდა ავწდე და ვერ ავწდები სუსის უფროსად წოდებულის ანდრი ოხანაშვილის განთავისუფლებას და პრემიერად წოდებულის თანაშემწედ გადაყვანას და სუსში კი მეორე ირაკლი ზარქუას მასშტაბის ტვინი რო აქვს იმ პირის ანუ მამუკა მდინარაძის დანიშნა სუსის უფროსად. რატომ მოხდაო, ბევრი თქვენგანი იკითხულობს და 1000 გვარი ვერსია ისმის. აი პაჩიაშვილი ჩამოიყვანა ოხანაშვილმა და ამიტომ ბიზინა ივანიშვილი იმის გამო შემოსწრა ანდრი ოხანაშვილს და იმიტომ ირაკლი კობახიძე ისეთი რამ დაავალა ანდრი ოხანაშვილს, რასაც ეს ვერ ერეოდა და კობახიძეც გაბრაზდა ოხანაშვილზეო და ამიტომო და 3, 4, 5, 7 ვერსია ისმის ერთმანეთზე უკეთესები, ერთმანეთზე კვალიფიციურები, კომპეტენტურები და ერთმანეთზე არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური და ყურიდან მოთრეული და მოგონილი ვერსიების საბოლოო ჯამში არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით რა ხდება იქ სახელისუფლო ბნელ დერეფნებში, რა ინტერესები, რა კლანები, რა ჯგუფები ეჯახება ერთმანეთს. მაგრამ რაღაცა ასია და რაღაცა არ ვიცით. მოდი მე სულ სხვა რაკურსით, არა სხვა ვერსიას, არამედ სხვა რაკურსით შევხედავ ამ საკითხს. მამუკა მდინარაძეს დღევანდელი აწუკვე სუსის უფროსი და ანდრი ოხანაშვილიც აწუკვე ყოფილი უფროსი. ორივენი იყვნენ პარლამენტის წევრები. და ამასთან პარლამენტად წოდებული თავყრილობის წევრები. აი შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და სხვები რო არიან, ჩვენ დაახლოებით 10, 15, 20 დეპუტატის გვარსახელი ვიცით. და აი ამ 20-ში იყო ერთიც და მეორეც. ანუ მამუკა მდინარაძე არაკომპეტენტურობის განსახიერება პრაქტიკულად ყველა საკითხსა თუ სფეროში და ანდრი ოხანაშვილი ასევე არაკომპეტენტურობის განსახიერება პრაქტიკულად ყველა საკითხსა თუ სფეროში. მაგრამ ორივე მათგანის გვარსახელი ჩვენ ვიცოდით, იმიტომ რომ მამუკა მდინარაძე საერთოდაც უმრავლესობის ლიდერი იყო, ხოლო ანდრი ოხანაშვილი ამ უმრავლესობის ლიდერი ერთ-ერთი თანამდგომი, ერთ-ერთი ის პირი, ვინც მხარს უჭერდა სპიკერი იყო, აი ჩვენ ხო ვიცით 20 გვარი 99 დეპუტატიდან 29 თუნდაც, ხო? შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რამდენია 99-ს რომ 20 გამოვაკლოთ, ხო? 69 დეპუტატის გვარი, ოკეი, 60 დეპუტატის გვარი, ხო? არ ვიცით, ეს 60 დეპუტატი მიჩუმატებულია. ამ 60-დან ბევრი ხელისუფლება რომ შეიცვალოს, გადასკუპდება სხვა ხელისუფლების ბანაკში და ესეთი ზმნა როა გავრცელებული მომავალი ბევრი ხელისუფალი, ბევრი და არა ყველა, შეიზელს კიდეც ბევრ მათგანს. ოი, მოდი დაბრუნდი ჩვენს სიახშიო, ბევრი იტყვის, რომელიმე 62, 65 ან 57 დეპუტატზე. ამიტომ გვარსახელებიც არ ვიცით, გავარებოთ თავი. აი, ოხანაშვილისა და მდინარაძისა კი ვიცოდით. მაგრამ მას შემდეგ რაც მდინარაძე კი არა ოხანაშვილი გადავიდა სუსის უფროსად, ის პარლამენტში ვეღარ ბრუნდება, ანუ მის ადგილს იკავებს უხეშად 91, 91, ვინც იყო სიაში ქართული ოცნებისა, რომლის გვარსახელიც ასევე არ გვეწოდინება, ანუ ამ ნაცრისფერი მასის
რაოდენობა ნაცისფერ მასაში შემავალ პირთა რაოდენობა ქართულ ოცნებაში უბრალოდ იზრდება, გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოხანაშვილი სუსის უფროსი გახდა. თუ აქამდე ჩვენ ვიცოდით 20 დეპუტატის გვარი, ვინც პარლამენტში იყო, ოხანაშვილის გადასვლის შემდეგ ვიცით 19 დეპუტატის გვარი, ვინც პარლამენტში იყო, იმიტომ რომ გაიზარდა რაოდენობა მათი, ვისი გვარსახელიც უბრალოდ ვერც გამახსოვრდება. ისინი სხედან დადებულნი არიან, ხელს წევენ თუ თიც აჭერენ. ბიზნა ივანიშვილმა ოხანაშვილი როცა გაიყვანა სუსის უფროსად, შესაძლოა სჭირდებოდა კიდეც მას ლილუაშვილის ადგილას ვინმე ცნობილის ან დანარჩენებთან შედარებით კვალიფიციური ტიპის მოყვანა, ოხანაშვილის კვალიფიკაცია არ გაიშვა არსად. მაგრამ ახლა როცა ოხანაშვილი მოხსნილია, ის პარლამენტში ვერ ბრუნდება. ანუ 94-95, ვინც ადგილმონაცვლე იყო თუ მის ნაცვლად შევიდა პარლამენტში, უფერული მასის რომელიმე ერთი ინდივიდი წარმომადგენელი, ის იკავებს ოხანაშვილის ადგილს. ბიზნა ივანიშვილს თითქოს გახყავს პირები, რომლებიც ტოქსიკურ პოლიტიკიდან, რომლებიც თითქოს კი არა ნამდვილად ტოქსიკურები არიან. ოხანაშვილი ერთ-ერთი იყო ტოქსიკურთა შორის. ერთ-ერთი იყო მოლაპარაკე თავთა შორის, ვინც რამეს სამ წინააღმდეგობას სამ სიტყვას მაინც აბამდა, 89-დან 60 სამ წინააღმდეგობასაც ვერ ამბობს, სამ სიტყვასაც. დიმიტრი სამხარაძეც კი ამბობს, მაგრამ აი 57 ვიღაცა რა მნიშვნელობა აქვს ვერ ამბობს. ლაშხი ამბობს და ვიღაცა 58 ვერ ამბობს და მათი რაოდენობა მცირდება, იმიტომ რომ ოხანაშვილი იქ ვერ შევიდა. ლევან დავითაშვილი გახსოვთ? ლევან დავითაშვილი ყველაზე უფრო გონიერი კაცია, გულახდილად ვლაპარაკობ, იყო ამ არსებულ ბანდაში. მაგრამ ლევან დავითაშვილის მუშაობს მრჩევლად ირაკლი კობახიძისა და ლევან დავითაშვილი ისე გადავა მრჩევლობიდან რომელიმე ბიზნესში, როგორც დაგიბარებიათ, ისევე როგორც მაგალითად ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი იყო ასეთი კაცი გიორგი ხელაშვილი. მე ვიცნობ ხელაშვილს, გულახდილად გეტყვით, შორიდან ვიცნობ, არა მაინც და მაინც კარგად. და გიორგი ხელაშვილი იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მრჩეველი, ახლა სად არის? როგორ გონიათ? ირაკლი კობახიძის მრჩეველია? მე არა ვარ ამაში დარწმუნებული. ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი იყო გენერალი ლადო ჩაჩიბაია, ისიც პარლამენტარი იყო, სხვათა შორის ერთი ხანობა. 2023 წელს რო შემოიტანეს ამათმა რუსული კანონი, ლადო ჩაჩიბაიამ არ დაუჭირა მხარი. ისის მრჩეველი იყო პრემიერ ღარიბაშვილისა. სად არის ახლა ლადო ჩაჩიბაია? მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ის ირაკლი კობახიძის მრჩეველია, ის შეიძლება სახლში ან რაღაც პატარა ბიზნესი აქვს, ან რაღაცა ლექციებს კითხულობს, ან შეიძლება სულაც არ კითხულობს ლექციებს და განერიდა, გავიდა ასევე გავა ოხანაშვილის. მრჩევლობიდან ბიზნესში ის გადაინაცვლებს უახლოეს, რა ვიცი, 5 თვეში, 6 თვეში, 1 წელიწადში გააჩნია, როგორი დინამიკით განვითარდება პროცესები და ამით იმის თქმა მინდა, რომ ოხანაშვილი როგორც ჩვენი მოწინააღმდეგე, მასთან წინააღმდეგობის დაძლევას რა უნდა საბოლოო ჯამში მარტო კაცი რომ იყოს და მის ზურგს უკან რომ არ იყოს ბიზნა ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძე და არ დაჰყურებდეს მთელ ამ ქვეყანას რუსეთი, ხო? ოხანაშვილი გავიდა, მაზეგ, მისი ის დაგვავიწყდება როგორც შარშანდელი თოვლი, გახსოვთ შარშანოდის მოვიდა თოვლი თბილისში, ასე მაგალითად მე არ მახსოვს. ეხლა მდინარაძეზე ვილაპარაკოთ. მდინარაძე რომელსაც ასევე აფუჭებენ შყალებში ჩავსვათ თუ გდებავთ ეს ზმნა. მდინარაძე გადავიდა რა სუსის უფროსად პარლამენტის თავებს შყალებში. მოაკლდათ ერთი თავთაგანი, ერთი თავი, ერთი სპიკერი, რომელიც დემაგოგიურად, სოფისტურად, აბსოლუტურად აბსურდული არგუმენტებით რაღაცას მაინც ამტკიცებდა, იმიტომ რომ სხვებისაგან განსხვავებით 4 წინადადებას მაინც ამბობდა. მე მქვია მამუკა მდინარაძე და ვარ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ამას აყალიბებდა. დანარჩენი 247 წინადადება, რომელსაც წარმოთქვამდა ხოლმე მამუკა მდინარაძე თუ მედიაში და თუ საჯაროდ, ასე მაგალითად პარლამენტში იყო 247-დან 255 აბსოლუტური სიგიჟე და სისულელე. Deep State-ზე, გლობალური ომის პარტიაზე, ნაცებზე, რაღაცეებზე, ჟურნალისტებს რო შეუტევდა ხოლმე და გავიგეთ ეს ყველაფერი. მაგრამ 4 წინადადებას კი ამბობდა 57, 44 და 62 დეპუტატისაგან განსხვავებით, რომელთა გვარსახელებიც არ ვიცი. მდინარაძე გავიდა რა პარლამენტიდან, ის პარლამენტში ვეღარ დაბრუნდება. და როგ მერე უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოდი მაინც ვთქვათ 1 წლის თავზე, 1 წელი ვერ გაძლევს ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა, მაგრამ მაინც გარკვეული პერიოდის შემდეგ ის დაიწყებს მუშაობას პრემიერის მრჩევლად.
აი როგორც ოხანაშვილმა დაიწყო პრემიერის მრჩევლად მუშაობა. პირველი 3-4-5 თვე რო იმუშავებს და მე ბიზნესში რო წავა ზუსტად აქ იგივე ხვედრი ბედი ელის მამუკამდინარაძეს რადგანაც და ამის მაგალითი რა არის 5 თვის წინ როცა ნიშნავდნენ ოხანაშვილს ჩვენ არ გვეგონა რომ ის 5 თვიანი მინისტრი 151 დღიანი ვიანგარიშე სპეციალურად რამდენი დღე იყო ის მინისტრი 151 დღე რაღაც 9 საათი 14 წუთი და 13 წამი ხო 151 დღე ნამდვილად და დანარჩენებს ესე ვუტრირებ 151 დღიანი მინისტრი შეიძლება იყოს მინისტრის თანამდებობის პირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება იყოს მამუკამდინარაძე რომელიც პარლამენტში ვეღარ დაბრუნდება და მოლაპარაკე თავთაგან ერთი ავტომატურად ჩახსნილია საქართველოს პარლამენტში ვის იმედზეღა არიან არაგან არ ახავთ მე ხო გითხარით რომ 20 მათგანის გვარსახელი ვიცით მე ვიცით მეთქი და ეხლა მე ვეცდები 20-ვეს ჩამოთვლას თუმცა შეიძლება გამიჭირდეს მაგალითად დემაგოგების განსახიერება თეა წულუკიანი სოზარ სუბარი გურამ მაჭარაშვილი მე უმრავლესობაზე ვლაპარაკობ დიმიტრი ხუნდაძეს თუ არ ვცდები პარლამენტარია ვიქტორ ჯაფარიძე აი 5 გვარი ნამდვილად მახსოვს ხო ეს თქვი ხო ისა ირაკლი ქადაგიშვილი თენგის შარმანაშვილი ეს EDP გავიხსენე 7 ნინო წილოსანი გრეტა წიწავა რომელსაც 3 წინადადება ვერ წარმოუთქვამს 3 წელია თუ მეტია პარლამენტში მეტი გაცილებით 9 ნინო წილოსანი თქვი გრეტა მარიამ ლაშხი 10 ლადო კახაძე სადღეგრძელოებს ამბობს ლექსებსაც გიავოლსკი 12 რატიონა თამიშვილი 13 აი 13 როგორც ვთქვი შალვა პაპუაშვილი ცხადია უნდა ვახსენო 14 აი მე როგორ მიჭირს ძალიან მიჭირს 14 ის კალათბურთელი აღარ არის ხო დეპუტატი თუ არის ვიქტორ სანიკიძე არის აღარ მახსოვს შეიძლება იყო ვიქტორ სანიკიძე, ოკეი, ვიქტორ სანიკიძე ჩავთვალოთ, მეგონი აღარ არის, მაგრამ მაინც ჩავთვალოთ 14. და სხვები. მოკლედ 20-იც კი ვერ ჩამოვასახელე, ახლა ბევრი თქვენგანი მეტყვის როგორ არ გახსოვსო, რომელიმე მათგანიო, მაგრამ ნუ არ მახსოვს და რა გავაკეთო ახლა. მათ ლიდერ დიმიტრი სამხარაძე ფოდიში ეს ვარსკვლავი ირაკლი ზარქოვა მეორე ვარსკვლავი როგორ დამავიწყდა 17 აი მართლა 20 მწოდია დაახლოებით ახლა კიდევ დავძა ბოგონება სამსაც როგორღაც მიუმატებ ხო მათი ლიდერებიდან თავარი მამუკამდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში წავიდა ბინძინამ ივანიშვილს უნდა რომ გაიყვანოს ცალკეული პირები პოლიტიკური ასპარეზიდან იმიტომ კი რომ მის სტილის ან უყვარს მამუკამდინარაძე არამედ იმიტომ რომ ახალი ხალხით ჩაანაცვლოს ახალი ხალხით რომელიც შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე მაინც იქნება გარკვეულწილად სხვაგვარი ლოიალურიც არ ვიტყვი არ იქნება ისეთი როგორც იყო მამუკამდინარაძე დემაგოგობის განსახიერება მე მამუკამდინარაძესაც გაანთავისუფლებენ სუსის უფროსის თანამდებობიდან ეგეთები გაუნთავისუფლებიათ ხა რატო ვაკეთებს ბიზინა ივანიშვილი ამას იმიტომ რომ ერთ-ერთი და არა ერთადერთი სცენარით ის ემზადება გაგვირდება და ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის სადაც რომელშიც ქართული ოცნების პარტიის სიაში არ უნდა მოხვდნენ პირები რომლებიც არიან მარგინალიზირებულნი და მე ბიზნესში გადაბარგებულნი ოხანაშვილი ახალ სიაში გარწმუნებთ რომ არ იქნება როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები მაისში თუ მაგალითად მართლა 3 თუ 2.5 წლის თავზე ხო 2.5 წლის შემდეგ ვთქვათ 28-ში ხო 28-ში რო ჩატარდეს მართლა აი როცა უნდა ჩატარდეს არჩევნები ოხანაშვილი აღარც დინარაძე აღარ იქნება მაგრამ თავარი მაინც არის ჩემი მოსაზრებით კობახიძის კლანის ისე დასუსტება ეს კობახიძის კლანია დინარაძეც და ოხანაშვილიც ისე დასუსტებაა გარდაულად აუცილებელი რომ მე უშუალოდ კობახიძის ადგილიც კი არ იყოს ბიზინა ივანიშვილის გუნდში ეხლა მე გეტყვით ჩემს ხელთარცებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ ჩემს ხელთარცებულ ინფორმაციით ბიზინას ერთ-ერთი ვარიანტი ვიმეორებ ვინმე რომ არ მომედავოს ერთ-ერთი ვარიანტი არის ირაკლი კობახიძის გაშვება ადგილობრივი თანამდებობიდან გაშვება პრემიერ-მინისტრობიდან გაშვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და ირაკლი კობახიძეს ბიზნესში წავა ან საკუთარი თავის მრჩეველი გახდება უტრირებს ხადია ვერ გახდება მაგრამ მაინც მოკლედ გადადგება თანამდებობიდან და ვინისიც იქნება პოლიტიკიდან კი წავიდეს როგორც წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი ბარემ ვიტყვი რომ ჩემს ხელთარცებული ინფორმაციით გომელაური ლილუაშვილი და ღარიბაშვილი ფიქრობენ ესეც ერთ-ერთი ვარიანტია რომ დააფუძნონ ახალი პარტია საყრდენი მეორე საყრდენი ბიზინა ივანიშვილისა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს რასაკვირველია ვერ მოეცდება და არ მოეცდება მაგრამ თუ
ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს მაისში, სწორედ იმ პერიოდისთვის ახალი პოლიტიკური ძალაც უნდა შემოვიდეს, არა დევალვირებული როგორც პოლიტიკური ბრენდი, არა დევალვირებული, ისეთი დევალვირებული როგორც ქართული ოცნებაა და მას უნდა დაერქვას პირობითად ლაპარაკობ ქართული იმედი ან ხვალინდელი დღე ან ბიზინა ივანიშვილის ხარდამჭერები ან რა მნიშვნელობა აქვს 41, 41, 29, არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. სათავეში იქნებიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური და სხვები. სხვა შორის გომელაური ბოლომდე არ არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თანახმა და აკი ამიტომაც ცოტა გამოპახმელიებული უკაცრავად ნაბახუსევზე მყოფი, აკი ამიტომაც როგორიც უნდა წარმოვთქვათ, მივიდა კალაძის გაბჟუებული სახით კალაძის წარდგენაზე მთაწმინდის პარკში და ლიდერთა შორის, ოღონდ აღარ არის ლიდერი, აღარ არის პოლიტიკაში თითქოს, იყო და დაეხატა, დაენახა ბიზინა ივანიშვილს, რომ მეც აქ ვარ. ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძის მოხსნის შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი მოხსნის სცენარი თუ გათამაშდა, ბიზინა ივანიშვილი უბრალოდ კანდიდატის შერჩევის პროცესშია. მას უნდა ერთის მხრივ მეტნაკლებად ცნობილი პირი, მაგრამ მეორეს მხრივ არატოქსიკური პირი. არატოქსიკურ პირს კი ვეღარ ნახულობს. აი კალაძეზე მაგალითად ვერ გააკეთებს ფსონს, იმიტომ რომ კალაძე ჯერეთი არჩეული მერი იქნება მაღალი ალბათობით დედაქალაქისა და მერე უკვე კიდან უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები დედაქალაქის მერის თანამდებობაზე, ეს ერთი და მეორე კალაძეს ისედაც და ასედაც ვერ დაეყრდნობა, აქ კიდე სხვა ამბებია და ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ. ბიზინა ივანიშვილი განიხილავს კობახიძის პოლიტიკური დაკოლის საკითხს, უბრალოდ რას უშვება სხვებს, რომლებიც თავადვე გააბლატავა, ასე მაგალითად პაპუაშვილს, რომელსაც ორკაპაენა გადმოგდებული და დღენია და გიმაზე ლაპარაკობს როგორ ებზვის საქართველოს დასავლეთი, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. შეიძლება იქაც მოხდეს რაღაც გარკვეული პარლამენტში შიდა საპარლამენტო ცვლილებები, შეიძლება პაპუაშვილი გადაიყვანონ პრემიერად, არ ვიცი. მაგრამ ამ ვარიანტს კი განიხილავს, იმიტომ რომ მას გამოსავალი სჭირდება. ამ ჩიხური მდგომარეობიდან თუ მართლა არ გასკვითელდა, გაშეშლილს კვითელდა, მას გამოსავალი სჭირდება. გაშეშლილს კვითელდა თუ არა, მე გულახდილად გეტყვით, მაქვს ამის ეჭვი, მაგრამ დადასტურებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ბიზინა თლად ადეკვატური არ არის, თლად ადეკვატური არ არის, მე ამის თაობაზე ცნობა არ აქვს ცხადია და ვერ დააბრალებ კაცი შორიდან კი იტყვიდა კარგადაც გამოჩნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით. მე მგონი მაინც რომ ამოგეუბნათ იმისა, ვის რა გონია, ბიზინა ივანიშვილს თუ რამ რაციონალური გადაწყვეტილების უნარის შერჩენი, მიღების უნარის შერჩენია, მან უნდა მიიღოს სწორედ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მამუკა მდინარაძე გახავს. სხვები გაიყვანა, ზოგი მათგანი, აი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, სხვები ხო გაყვანილები არიან, მამუკა მდინარაძე შეიყვანა რა სუსის ხელმძღვანელად, მალევე მოხსნიან მას და დანიშნავენ რომელიმე მეტნაკლებად პროფესიონალს, ვინც ორი რამ მაინც იცის ამ უსაფრთხოების თუ უშიშროების საკითხებში, უსაფრთხოების სტრუქტურებში მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვს და ისედაც მორღვეული საქართველოს უსაფრთხოება სისტემა, რომელიც ყველამ მოარღვია, ვისაც არ დაეზარა, ხოშოს ლილუაშვილმა ყველაზე ნაკლებად მოარღვია, აი გაგიკვირდებათ და აი ამ მათი უშიშროების ტიპებიდან ლილუაშვილმა ყველაზე ნაკლებად მოარღვია. ხოშოს ლილუაშვილი იმიტომ არ ევასებოდა ბოლო პერიოდში ლილუაშვილი ხო რა დასავასებელია, მაგრამ იმ პერიოდში, აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმიტომ აღარ მოსწონდა, რომ ლილუაშვილი ამდენად შემცველი ცნობილი სწორი ინფორმაციებს აწვდიდა ივანიშვილს ჩვენ სისტემაში, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე და ნუ ასე ვიტყვი, ნეგატივს გაურევდა ხოლმე დიქტატურისკენ მავალ ლიდერებს არ უყვართ, არ მოსწონთ, როდესაც მათ რეალურ ინფორმაციას და ნეგატიურ, ანუ ბნელ ინფორმაციას, მათთვის საზიანო ინფორმაციას, ოღონდ რეალურ ინფორმაციას. აწვდიან ისინი სულ მოწადინებულნი არიან, რომ მათმა ყურებმა მოისმინოს კარგი ინფორმაცია, რომ ქვეყანა აშენდა და ქვეყანა რეალურად ინგრევა. კარგით, მოკლედ, ოხანაშვილი აუთ, დინარაძე მალე აუთ და ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე რომ მიდის ბიზინა ივანიშვილი, ამის ეჭვი კი მაქვს. ოღონდ გარანტიები უნდა, გარანტიები და ფული. ჯერჯერობით ეს გარანტიები არ ჩანს და ფულის ჯერჯერობით მისთვის არავის დაუბრუნებია. არც შიგნით, ვინც მოიპარა და არც გარედან, ვინც სამართლიანად წაართვა ბიზინა ივანიშვილს ის ფული, რომელიც მისი არის თუ არა ღმერთმა უწყის. ნახვამდის.